არის ახლა ხო ეთქობა მონტაჟია რა. უყურებს, ნახე, უყურებს და უხარია. უხარია ხედავ საპრეზიდენტოსკენ. ხო და აი რა ვიცი, მე მგონი ზუსტადაც რომ აი ხნიანგები გვჭირდება ჩვენ რა, დროული იყო, მე მგონი დროული იყო. ნიანგები შემოყვანა ასპარეზი. 500 ნიანგის ასპარეზი თან ზუგდიდი. მაგრამ თან პატარები მოყავთ თუ დიდები გიორგი? თბილისი ეძილონ მე. ეს იყო ბიზნეს კურიერში მე მგონი. კაკო თუ მოგიყვება რა დეტალები. ამ ქვეყანაში რომ ნიანგების ფერმა აზრად რომ მოგივა, ღორებს რომ თოფით დაძდებდნენ. ერთი ორი გაფარცხალებული გოჭის გვაჩვენეს რუსთავიორმა სისხლი ხო უყვართ მაგას. ხათრების გასანადგურებლად ქართმიში. გრანტი მიიღეს, გახსოვს გიორგი. ძროხები რო ჩამოიყვანეს ჰოლანდიიდან, აი შევარდნის ბოლო პერიოდი იყო ზუსტად. მაკედან დაიწყო ჰოლანდიური ექსპერიმენტი. მაკედან დაიწყო ყველაფერი. ფათაშორი ზურამ შექმნა ეს კაც, ეს უნდა ვთქვა. მე ზურას რო გარდაიცვალა, გაცილებით სხვანაირად შევხედე. მაგრამ როცა იყო, მე მიმაჩნდა რომ აი მნიშვნელოვანი ცუდი რაღაცეები მისი ასე თქვა კრეატივის ნაყოფია. გუჯანაძე, სააკაშვილი და საერთოდ ზურა შინაგანად იყო მაინც დემოკრატია, ანუ ზურა შეიძლება ქონდა უფრო ფართო ვიდრე დაუშვათ ჩემთვის იყო რაღაც მორალური კოდექსის საზღვრები, მაგრამ ზურას ქონდა საზღვრები. დღეს ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომელიც სადამდეც დაჭირდება ხელისუფლების შენარჩუნებას, იქამდე გაწელავენ. აი ეს არის ამოცანის შესრულებად ნებისმიერი ხერხის გამოყენება შეიძლება, ხო? შევარდნაძემ შექმნა თავის დროზე სისტემა, ამ სისტემამ საბოლოო ჯამში მძევლად აიყვანა შევარდნაძე და შეჭამა. ხო? ეხაც მე ვფიქრობ, რომ დღეს შეიქმნა ხელისუფლებმა შექმნა სისტემა და ამ სისტემამ დღეს უკვე ეს უკვე მძევალია, ხო? სხვა შორის იმ დღეს შეხვედრაზე რის გამოც მე მთელი მithმა იყო, ხო? წავედი შეხვედრაზე. მოგვიდები რა იყო მაგ შეხვედრაზე. არაფერი, ნუ ეხლა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ვიდეოდა, აქედან საკმაოდ სოლიდური დრო ჩვენ შორის იყო ხმამაღალი კამათი, მაგრამ რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა, ეს ხო კამათი ეს არ იყო გატაკება. ნუ იქ იყო ბადრის თემაზე. მე ვამბობდი, რომ დამთავრდეს. მოკვდა, იყო მიდიოდა ბრძოლა, მოკვდა კაცი რა. იმ სურათების მერე რაც აქ ნახე ის სურათები. ოჯახმა რო შემოიტანა და აქ რო ვანახეთ საზოგადოებას. 80,000 ადამიანი. იმის მერე სამდღეში ადის და ხსნის ამ ლენტას ესმის გადადა. ის მაინც არ ყოფილიყო ის გადაცემა, ის სურათები მაინც არ მინდა გაგვენახებინა რომ რა გააკეთა ბადრი. სამდღეში ადის და ის არის მეგავხსენია. ბადრი იყო ჩემი აზრით ძალიან დიდი ქართველი ადამიანი და მე ვფიქრობ რომ რაც დრო გავა ისტორია უფრო დააფასებს მეზღვაც საქართველოში. ბადრი იყო აქცენტები გააკეთა არასწორ ადამიანებზე. ჯერ პირველი არა, ეს იყო ზურას სხვა შორის ყველა ძლიერი ადამიანის ნაკლი არის ეს, ხო, ყველაფერს იღებენ თავის თავზე. ზურას შეცდომას ეგ იყო. ზურა სხვა შეცდომა დაუშვა, ზურას ირგული მისი პარტნიორები პოლიტიკური ვინც იყვნენ დღეს არ არიან. ისევ ხელისუფლებაში ზია, ხო, მიუხედავად იმისა, რომ არის საფუძვლიანი ეჭვები ზურას დაღუპვასთან დაკავშირებით, ხო, მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები დღესაც იმ ხელისუფლებაში არიან, სადაც არსებობს გარკვეული ეჭვები, ხო? აქედან გამომდინარე, ბადრის გარემოცვაც ვისთანაც მუშაობდა ის, ხო? ეხლა მეც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ეს გახდა მე რაღაც თეორიების საფუძველი, თორე რეალურად ჩვენი ურთიერთობა იყო ეს წმინდა ინტელექტუალური ურთიერთობა, სიამოვნებდა და მასშემთან შეხვედრები, ვждებოდით, საუბრობდით და ამით ამოიწურებოდა არანაირი საქმიანი და მის იმასთან შეხება მე არ მქონია არასოდეს, მაგრამ ნუ ვიღაცას პოლიტიკური ნაბიჯი რო გადადგა, ხო? რა არის იცი ბადრის ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ ბადრის კანდიდატი რო გახდა, აი 5 კანდიდატში რო კიდე მე-6 ბადრი გახდა პრეზიდენტობის კანდიდატი, აი იყო საბედისწეროში. ბადრის ამ ქვეყნის მე ვიცი რომ ბადრის ამ ქვეყნის ნამდვილად უნდა და კარგი მე ამაში დარწმუნებული ვარ. ხო, მაგრამ უიმისოთაც გააკეთებდა. გახსოვს ხო ხელისუფლება მუდმივად ამტკიცებდა რომ ეს იყო კაცი რომელსაც გული არ აქვს ფაუდებს გულის მაგირად და რაღაცა. როდესაც ბადრი გარდაიცვალა, ამის შემდეგ ხელისუფლება ამბობდა, რომ ის ნამდვილად გულით მოკვდა. ჩვენი ხელისუფლების უკეთესია თუ ბადრი არის მოკლული. რატომ? იმიტომ რომ თუ მოკლულია, ვარიანტები არსებობს, იმან მოკლა, ამან მოკლა, ვერსიები არსებობს, და თუ გულით მოკვდა, მაშინ ხო
ფაქტია, ვინ არის ამ სიგნალზე პასუხისმგებელი, ხო? არიან ძალიან კარგი ტაქტიკოსები. ტაქტიკურ ბრძოლებში გამომდინარე იქიდან, რომ მორალური საზღვრები აქვს ძალიან გაჭიმული. ბადრის ჰქონდა ბიზნესმენის ფსიქოლოგია და მას ჩეხავდა ერთი კაცი იქ, რომელზეც დღეს რაღაც თეორიებს აგებენ, კიდე ერთი კაცი იქ და ვიღაცეები აქ შტაბის დონეზე თუ რა აბოლებდნენ, რომ შენ ამდენი შანსები გაქვს და მთელი საზოგადოება შენ მხარეზეა და რაღაცა, ანუ მას დააშვებინეს შეცდომა და არა მხოლოდ ჩვენმა ხელისუფლებამ რა თქმა უნდა იმით რომ მუდმივი შეურაცხყოფებით გვახსოვს ხო როგორც ხდებოდა რა ფორმით ხდებოდა ეს ყველაფერი და მეორეს მხრივ ვიღაც ადამიანებმა თბილისში ვიღაც ადამიანებმა მის ფარგლებს გარეთ ის მას უბიძგეს ნელა იმ უცხულისკენ მაგრამ ოპოზიციამ შეცდომა დაუწყო ძალიან ბევრი კოორდინაცია არ მოხდა რა არის იცი მოდი რა ესე მაშინ მიდიოდა ძალიან ბადრისთან რა გვიდა რაღაცა მოღალატეობა და აკეთებენ ახლა მუდმივად ეგეთ რაღაცებს გააკეთებენ კომპლექსი მოღალატეობაზე აღებენ კომპლექსი ისე აღუშავეს ამათმა რა რასაც მალხაზი ამბობს ეს არის მარხაიდრავა იყო რომელიც ბოლომდე მერე კაცია ვაშტაცია და მე ვიმაჩნია რომ ეგეთი ხალხი უნდა იყოს ეგ არის რაინდობა რაც გოგახაინდა რასაც მალხაზი ამბობს რაინდობა და რაინდები სამწუხაროდ საქართველოში აი ბადრი იყო რაინდიკაცი აი მებრძოლი იყო რა არ იყო მარტო ბიზნესმენი აი ვაშკაცი და რაინდიკაცი იყო ჩვენი ხელისუფლების ნებისმიერი წარმოქმნა დაიფაროს ყველა დისკუსია აი ვინმე რომ რამე მოუვიდეს ხო ღმერთმა არქნას და მისი ოჯახის გაწეწვა პირველი მე დავიცავ რა ვიღაცა მისი ოჯახის მისი შვილების მისი მეუღლის გაწეწვა რო დაიწყოს ხო პირველ ოჯახის მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა როდესაც გრძელდება აი ესეთი რაღაცა ნუ წარმოუდგენელი რაღაცა ეხა რომელი პოლიტიკოსები ეს ქალები არიან რა საფრთხეს წარმოადგენენ ხო და როდესაც აი წმინდა წყლის მოროდიორობის ესე თან უსაზღვრო მოროდიორობას აქვს ადგილი თან ამბობს ერთი კაცი რომ მე გამკარგავი ვარო და რა თქმა უნდა მაგათი ქონებაო და თან სარჩელებიში აქვს ისე გაქრება საქართველოსთან ისე გაქრება ისე რომ აი საერთოდ კაციშვილი ვეღარ ნახავს ვეღარ ასოდეს ამ ადამიანს რა აი ვაზაგაშვილის მამის ის მინდა კიდე რა რითი უპირებდნენ დაშინებას რომ ხმა არ მოეყო მანქანა წაართვეს რა ანუ ვიღაცამ წარმოიდგინა რომ მანქანის წართმევის პრობლემა ამ ადამიანს გააჩუმებდა ანუ მანქანა მისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ფასეული ვიდრე გადასული ქართულ იმას თუ როგორ არის ეს არის გიორგი ხელოვნურად გამოყვანილი ჯიში რომელიც გადაწყვეტილია რომ ეს ჯიში უნდა იყოს აქ აი ამერიკული ექსპერიმენტია რა მე ამას სხვანაირად არ დავახმე იმიტომ რომ ყველა ფერსი მაინც იქიდან მოდის თუმცა დამყნობილია იმ რუსულ ბიზნესთან ამ ამერიკულს თავი და იმ არა ვერ დავუდგე არ არის რატო არ არის ეგეთი ამერიკული მე ესეთი აზრი მაქვს რომ ამერიკის რაღაცა ყველაზე აგრესიულმა ჯგუფმა აქ ჩაიგდო ხელში როგორ ფაქტია ეხლა რუსეთის ფინანსურმა ჯგუფმა რომელიც ამერიკის იმ ჯგუფთან არის კავშირში ერთი მაგრამ ეს არ არის ამერიკული მოდელი მე ამერიკულ მოდელზე არ ლაპარაკობ გია მე გარკვევით ლაპარაკობ რომ ანტიამერიკანიზმი მე არ მომოძრავებს ამერიკელებს კი არ ვამტყუნ მაგრამ ეხლა შენ თუ მეუში დაგაჯდება ამას ატარებენ როგორც უნდა ვიღაც ტიპი დასვეს გადაუხადეს ფული, მოუყანეს პიარშიკები და ამართინებენ, რაც უნდა იმას აკეთებინებენ. რუსეთთან გინება ასეთი რო აგინებინებენ, იქ რაღაცა პიარებს, თუ თავის მექანიზმი. რუსეთიც იგივეს აკეთებს, თავის მექანიზმებს ახორციელებს. ჩვენი უბედურება ეს ჩვენ ქართულ ინტერესებს არ ახორციელებთ. მექანიზმი არ აქვს. არ აქვს მექანიზმი რა, ამიტომ რომ მოვიდა ვიღაცა დაგვისვეს, ეხლა ვიღაცას უნდათ რომ კიდე დაგვისვან, მე არ მინდა რა, მე საქართველოს დამოუკიდებლობის აი დღეს ხდება საქართველოში ისტორიული აი ჯაჭვი რომელიც უნდა გაგრძელდეს ჩვენი წინაპრებიდან და გაგრძელდეს მომავალში. აი დღეს არის მაგის ამბავი რა. ჩვენთან არავინ არ არის ამ ბრძოლაში ღმერთის გარდა არავინ არ არის. ეს გარდაუვალია რა მე ვარ შეკრული აი ჯარისკაცები რომლებიც ბრძოლაში უნდა წავიდნენ დავეცეთ ბრძოლის და მაგრამ უნდა გადავარჩინოთ საქართველოს. აი ეს არის ჩვენი მისია. ჩვენი ქვეყანა სახელების და გვარების გამოცხადს კი არ საჭიროებს, სისტემურ ცვლილებებს საჭიროებს. დღეს ყველა შემთხვევაში ჩვენ უნდა მოვიყვანოთ გარდამავალი ხელისუფლება, ჩვენ მესია აღარ გჭირდება, ხო? ხო? გარდამავალი ხელისუფლება, რომელსაც უნდა იცოდეს, რომ რაღაც პერიოდის
საკმაოდ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ის უნდა მიდიოდეს. ოპოზიციამ დღეს ეს გეგმა უნდა გამოაცხადოს ჩემის აზრით, ხო? ეს ხელისუფლება რო წავიდეს და ამის შემდეგ დაინიშნა არჩევნები. ეს არჩევნები მაინც არ იქნება ის